ბავშვობაში მახსოვს, რომ ხშირად გადიოდა ხოლმე, როგორც სამთავრობო, ისე არა სამთავრობო ტელეარხებზე, ქართული არმიის წვრთნების რეპორტაჟები. ვერ გავიხსენებ ბოლო 7 წელიწადში რაიმე დიდ სამხედრო სწავლებას, რომელიც გაიმართა გინდ ვაზიანის, გინდ ორფოლოს პოლიგონზე. ეს ორი დიდი პოლიგონია ძირთად, სადაც ხდება ხოლმე სწავლებები. მეტიც გაეროს აქვს ხოლმე ყოველწლიურად გასაჯაროებული ინფორმაცია, თუ რა შესყიდვები მოხდა სამხედრო კუთხით. ბოლო წლებში ჩვენ არანაირი სამხედრო შესყიდვა არ გვაქვს. ამხელა სამხედრო ისტორია გაქვს. მთელი შენი ეროვნული იდენტობა დაფუძნებულია ბრძოლაზე, იარაღზე, ხმლის ტარებაზე და ამასობაში 2024 წელს შედიხარ იმოცემულობაში და ამთავრებ წელიწადს ისე, რომ ქართულ ჯარს აქვს სამწუხაროდ ინფრასტრუქტურული პრობლემები, სამხედრო შეერაღების კუთხით სერიოზული გამოწვევა და არაფერს არ აკეთებს საბრძოლო მზადყოფის შენარჩუნებისთვის. ბოლოს როდის გინახავს აღლუმი თბილისის ქუჩებში. წლები არ ყოფილა. სამხედრო აღლუმი არის ისეთივე ეროვნული ტრადიცია, როგორც პირობითად დამოუკიდებლობის დღე, ხო? ანუ ეს ორი რამ განუყოფელია, მაგრამ ქართულმა ოცნებამ, რომელიც თავსდებს ეროვნულობაზე, არ ჩათვალა საქართველოს ჯარისკაცები მის ღირსად, რომ ამაყა ჩაიარონ თბილისის მთავარ გამზირზე და სამხედრო სალამი მისცენ მოქალაქეებს. ამაზე მეტი ქვეყნის გატყიურება მე არ წარმოვიდგენია, რომ გაცხრილოს სრულიად პოლიტიკური ცხოვრებიდან სამხედრო გამოწვევები, ეროვნული საფრთხეობა და თავად ის ადამიანები, რომლებიც ტყვიაზე მიდიან.